რადიო იმედის დროით საქართველოში 17 საათი და 17 წუთია. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა თეთრი ორშაბათი, ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის ქირურგია მხოლოდ ფემტოლაზერით, მეტი სიზუსტე და მინიმალური რისკი. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა 17-17 სპონსორია კომპანია ტუმბო. ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპანია ტუმბო, წყლისა და ჰაერის სისტემები. თბილისი, ბელიაშვილის 23 და ელიავას ბაზრობა, ბათუმი, პუშკინის 29, 3w.tumbo.g. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა და დღეს ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხზე, ეს გახლავთ COVID-19, რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტატისტიკური ზრდასთან მიმართებაში და ვისაუბრებთ მის გავრცელების არეალზე, ინფექციურ დაავადებებთან კორელაციაზე და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი აღნიშნული ვირუსისგან და რა ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ და შევამციროთ ინფიცირების რისკები. მე თავიდან შეგახსენებთ დღეს დღეობით მიმდინარე მოვლენებს საქართველოში კორონავირუსთან მიმართებაში, ახალ კორონავირუსთან, COVID-19-თან მიმართებაში. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში დღესდღეობით გახლავთ 60,680 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 45,042 ადამიანი, რაც სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის და დაახლოებით 75% შეადგენს და საქართველოსთვის ეს ნამდვილად დიდი მიღწევა არის, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არის გარდაცვლილი ადამიანებიც, რაც ძალიან სამწუხაროა და 60,680 ადამიანიდან, ინფიცირებული ადამიანიდან გარდაცვლილი დღესდღეობით საქართველოს მონაცემებით გახლავთ 499 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში დღესდღეობით იმყოფება 2,982 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4,780 ადამიანი, ხოლო COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა გახლავთ 2,879 ადამიანი. აღნიშნული ციფრებით ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ შემცირებული არის საკმაოდ კარანტინის რეჟიმში მყოფი და COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა, რაც ასევე მისასალმებელი არის. თუმცა იმისათვის, რომ სტაციონარში არ მოხდეს გარკვეული შეფერხებები, ამისათვის არის სწორედ აუცილებელი დავიცვათ ის წესები, ის ნორმები, რომელსაც გვთავაზობს როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე რა თქმა უნდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დღესდღეობით გახლავთ 41 და აქვე რადგან უცხოეთს შევეხეთ, საინტერესო არის მსოფლიოში მიმდინარე სტატისტიკური მონაცემები, რაც გამოიხატება შემდგომში. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა გახლავთ 50,517,420 ადამიანი დღესდღეობით. აქედან გარდაცვლილი არის 1,257,922 ადამიანი და გავრცელებას რაც შეეხება 190 რეგიონში არის მსოფლიოს გავრცელებული კორონავირუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და რამაც სწორედ გამოიწვია როგორც პანდემიის, ესე ვთქვათ, დასახელება მსოფლიოში კორონავირუსთან მიმართებაში. რაც ძალიან საინტერესო არის, დღემდე არსებობს გარკვეული მითები იმის შესახებ, თუ როგორ გადადის კორონა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ და ასე შემდეგ. და მე რამოდენიმე მითს, რაც არსებობს დღესდღეობით კორონავირუსთან დაკავშირებით, წავიკითხავ იმისათვის, რომ უფრო
მობილიზებული ვიყოთ და მეტად დავიცვათ ჩვენი თავი. რიგ შემთხვევებში იყო გარკვეული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მხოლოდ ხანდაზმულების ინფიცირება ხდება ახალი კორონავირუსით COVID-19-ით და ახალგაზრდებს ეს არ ემართებათ, რაც რა თქმა უნდა მითი არის, რადგან დღესდღეობით არის უამრავი შემთხვევა და кейსი იმასთან მიმართებაშიც, რომ ახალგაზრდა ადამიანებსაც და მათ შორის ბავშვებთანაც არის რა თქმა უნდა ინფიცირება. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით და ეს არის საერთაშორისო კლასიფიკატორი. ასაკში მყოფი ადამიანები და სამედიცინო ჩივლების მქონე ადამიანები, მაგალითად ისეთები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები პარალელურად, ეს არის ასთმა, დიაბეტი, გულსძაფრთა სისტემის დაავადებები და სიმსუქნე, უფრო დაუცველები არიან ამ ვირუსით ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებისმიერი ასაკის ადამიანს ურჩევს ვირუსისგან დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაგალითად პირადი ჰიგიენის დაცვას და რესპირატორული დაავადებებიდან თავდაცვის ნორმების გათვალისწინებას. ასევე რაც გახლავთ მეორე მითი გახლავთ ის, რომ იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსი არის სწორედ ვირუსებთა ოჯახიდან, იყო ესეთი მითი, რომ ამ დროს არ იყო ეფექტური ანტიბიოტიკის გამოყენება. არა, რადგან ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვის და ვირუსებზე არ მოქმედებსო, ესეთი მითი არსებობდა, თუმცა ახალი კორონავირუსი არის ვირუსი და ამდენად ანტიბიოტიკი არ უნდა იქნეს გამოყენებული პრევენციის გამო, თუმცა შემდგომში, ინფიცირების შემდგომ, როდესაც ხდება უკვე გარკვეული რესპირატორული ინფექციების წარმოქმნა და შესაბამისად ბაქტერიებით მორწვა, სასუნთქი გზების, ამ დროს ანტიბიოტიკი რა თქმა უნდა არა შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კი არის მისი გამოყენება და მას აქვს ამ დროს სასიცოცხლო ჩვენება. დღეს მდგომარეობით კონკრეტული წამალი რეკომენდებული არ არის ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისათვის ინფიცირების პრევენციის ან მკურნალობისთვის, თუმცა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანმა შესაბამისად მკურნალობა უნდა მიიღოს მდგომარეობის შემსუბუქების და სიმპტომების მკურნალობისათვის, ხოლო მწვავე შემთხვევებში აუცილებელია ოპტიმალური სამედიცინო მხარდაჭერა. ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული სამკურნალო საშუალებების გამოცდა და კლინიკური ცდების ჩატარება პარალელურ რეჟიმში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს კვლევების დაჩქარებულ წარმოებას და პარტნიორთა ძალისხმევა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ დროს, მათ შორის საქართველოშიც მიმდინარეობს რამოდენიმე პრეპარატზე კვლევა და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კვლევები იქნება დადებითის მომტანი და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით ჩვენ გვექნება ის პრეპარატები ჩამოყალიბებული გარკვეული სახელმძღვანელო მკურნალობის, რომლითაც იხელმძღვანელებს შემდგომში ჩვენი მედიცინის ჯანდაცვის სპეციალისტები. შემდგომში უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან ამანათების გამოწერა, რაც საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული არის და რიგ შემთხვევებში იყო ესეთი მითი, რომ ჩინეთიდან ჩამოსული ამანათი ერთ-ერთი ესე ვთქვათ გადამტანი იყო და ინფიცირების წყარო ვირუსის, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს ჩინეთიდან ჩამოსული ნივთების მიღება უსაფრთხოა. ჩინეთიდან ამანათების მიმღები ადამიანი ახალი კორონავირუსის დაავადების რისკის ქვეშ არ იმყოფება და ადრე ჩატარებული ანალიზებიდან ვიცით, რომ კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ნივთებზე, როგორიცაა წერილები ან ამანათები და ბოლო პერიოდში უკვე გერმანიამ გარკვეული კვლევების საფუძველზე განაცხადა ისიც, რომ მყარი ნივთებიდან ფაქტიურად არ ხდება კორონავირუსის გადაცემა. ასევე იყო მითი შინაური ცხოველების შესახებ, რომ შინაური ცხოველებიდან ხდება ადამიანზე კორონავირუსის გადაცემა და ინფიცირება, თუმცა ამჟამად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ახალი კორონავირუსის ადამიანის ოთხფეხა მეგობრების შინაური ცხოველების, მაგალითად ძაღლების ან კატების გზით ინფიცირების შესახებ, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ვიცით და უკვე ცნობილი გახდა ერთ-ერთი ცხოველის, რომლისგანაც გარკვეული ესე ვთქვათ სამოსი იკერება, მათი ინფიცირება, რამაც გამოიწვია მათი დაღუპვაც და შესაბამისად
ზოგადად დღესდღეობით მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც აი ამ ნორკის ესე ვთქვათ გამრავლება ხდებოდა და არსებობდა ამის ფერმები, დაიხურა აღნიშნული ფერმები და აქედან გამომდინარე მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ თუ აღნიშნული ცხოველიდან მოხდება ადამიანზე ახალი მუტირებული ვირუსის გადაცემა, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი პანდემიის რისკები საქართველოში. ასევე იყო ძალიან ბევრი მონაცემები სხვადასხვა საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, იგივე სპირტის მიღებასთან დაკავშირებით, იგივე ნიორის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ის ამცირებს ინფიცირების რისკებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის გარკვეული იმუნური პასუხის გასაუმჯობესებლად ჩვენ გამოვიყენოთ გარკვეული საკვებ პროდუქტები და ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული არის სწორედ რომ ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა იმისათვის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა იყოს მწყობრში და ის ხელს უწყობს უფრო მარტივად გადატანას ან ინფიცირების რისკების შემცირებას ადამიანის ორგანიზმში, სწორედ იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის 100%-იანი გარანტი იმისა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ახალი კორონავირუსით, COVID-19-ით ინფიცირება. ეს გახლდათ ის მითები, ძირითადი მითები, რომელიც არსებობს დღესდღეობით კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებაში, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გახლდათ მითები და აუცილებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ეს დაიცვას ის პირადი ჰიგიენის ნორმები და უსაფრთხოების ნორმები, რაც ამცირებს ინფიცირების რისკს. მე რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით უკვე რეკლამის შემდგომ და ჩვენ გავაგზავნებთ რა თქმა უნდა ახალ კორონავირუსზე COVID-19-ზე საუბარს, თუ რა კავშირი აქვს მას სხვადასხვა ინფექციურ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებთან მიმართებაში, ასე რომ დაგველოდეთ რამოდენიმე წუთში ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებით დროებით. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის ქირურგია მხოლოდ ფემტოლაზერით, მეტი სიზუსტე და მინიმალური რისკი. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა 17-17-ის სპონსორია კომპანია ტუმბო. ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპანია ტუმბო, წყლისა და ჰაერის სისტემები. თბილისი, ელიაშვილის 23 და ელიავას ბაზრობა, ბათუმი, პუშკინის 29, 3W tumbo.g. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის ეთერში ტალღაზე FM 105.9. დღეს ორშაბათია და გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან აქტუალურ საკითხზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ახალი კორონავირუსი COVID-19. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მითებზე და მის გავრცელებაზე საქართველოში და მსოფლიოში, ასევე იმ მითებზე, რომელიც არსებობს დღესდღეობით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის იმ მითითებების და რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც გვთავაზობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და განმეორდები იმ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, რაც მნიშვნელოვანი არის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ან რისკ ფაქტორების შესამცირებლად. პირადი ჰიგიენის პრაქტიკული წესები ყველასთვის არის ცნობილი და ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია სოციალურ ქსელში მისი მოპოვება, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები საპნითა და წყლით, ან დავიმუშაოთ სპირტი შემცველი ხსნარებით, უნდა მოვერიდოთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირად შეხებას. ხელის დაბანვას აქვს თავისი წესები, რომელიც დაახლოებით 8 ეტაპისგან შედგება და ეს ძალიან მარტივი არის მისი მოპოვება სოციალურ ქსელში. ასევე თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, უნდა მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, უნდა დავიბანოთ ხელები, ხილული ჭუჭყის შემთხვევაში, რა
თქმა უნდა ხელები საპნისა და ონკანის წყლით, თუკი ხელები ხილულად ჭუჭყიანი არ გვაქვს, ამ შემთხვევაში ხშირად უნდა დავიმუშაოთ ალკოჰოლიანი გელით ან საპნითა და წყლით. უნდა დავიბანოთ ხელი იმ შემთხვევაშიც, როდესაც დახველებისა და დაცემინების შედეგად ხელს ვიფარებთ სახეზე, აუნტყოფთ ამ მოვლის დროს საჭმლის გაკეთების წინ პროცესში და შემდეგ საკვების მიღების წინ საფერფარეშოთი სარგებლობამდე და ასარგებლობის შემდეგ, როცა ხელები ხილულად ჭუჭყიანი გვაქვს ან ცხოველებთან და მათ განავალთან შეხების ფაქტი ფიქსირდება. უნდა დავიცვათ სურსათის უნებლობის ზომებიც, უნდა დავიბანოთ ხელები უმხორცსა და მზა საჭმელთან შეხების წინაც და ჩვენ ეხა ხაზზე ყავს ინფექციონისტი ბატონი ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც მივესალმები პირდაპირ ეთერში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის ალექსანდრე. მოგესალმებით, მივესალმებით მენა, მადლობა ჩართვისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, თქვენ იყავით უკვე ჩვენთან ერთხელ სტუმარი და ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ ჩვენ და იმ პერიოდის შემდგომ ჩვენ როდესაც გქონდა აღნიშნულ საკითხებზე საუბარი, სტატისტიკური მონაცემების საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს დღესდღეობით საქართველოში ამის შემდგომ. და დღევანდელი მონაცემები ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვუთხარით საერთო მდგომარეობა საქართველოში და მსოფლიოში ჩვენ მაგრამ დღესდღეობით აი კონკრეტულად მაგალითად თქვენ პრაქტიკულ საქმიანობაში ან თქვენ კლინიკაში რა მდგომარეობა არის და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ და ხშირი არის ამაზე საუბარი, რამდენად მუტირებს ესე ვთქვათ თვითონ ვირუსი და იგრძნობა თუ არა რაიმე შემსუბუქება ვთქვათ დაავადებულ პაციენტებთან ან პირიქით მეტად გამწვავება ინფიცირების შემთხვევაში. სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი პირველი ასე ვთქვათ საუბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური კუთხით და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ხედავთ, რომ ძალიან მაღალია ასე ვთქვათ ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა. რამდენიმე 1000 გადასცა უკვე რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს როგორც ეპიდემიოლოგიურ თვალსაზრისით მდგომარეობაზე, ასევე კლინიკურ სექტორზე და ჰოსპიტალებზეც, იმიტომ რომ ბევრი ახალი შემთხვევა ნიშნავს, რომ არის იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა, იზრდება კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, რაც ასე ვთქვათ ჰოსპიტალების და სამედიცინო სექტორის გადაჭრილებას იწვევს. ჩვენს კლინიკაშიც აქტიურად სრული ასე ვთქვათ მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს ჩვენი საავადმყოფო, აქტიურად არასდროს ანუ უკვე ბოლო რამდენიმე თვეა არ მახსოვს რომ ჩვენთან ყოფილიყო რაღაც ისეთ ერთი ადგილიც კი თავისუფალი როგორც კი პაციენტი ეწერება, ეგრევე ხდება შევსება და რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რაც შეეხება მუტაციას, ახლა მოგეხსენებათ რომ ვირუსები ზოგადად მათ შორის კორონავირუსები გარიცდიან აძულად მუტაციას და ეს ახალ კორონავირუსულ ინფექციასაც ეხება ვირუსსაც ეხება, თუმცა ვიცით ჩვენ მსოფლიო სტატისტიკა რომ მაინც დინამიკაში სიკვდილობის პროცენტი შემცირებულია დასაწყისთან შედარებით, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ესეთი თვალსაჩინოდ მუტაციით გამოწვეული, რომ უფრო დასუსტდა ვირუსი. მე უფრო ვიტყოდი რომ თქვა დაიხვეწა მეტნაკლებად მართვის კრიტერიუმი, მართვის ასე თქვა საშუალებები, გართულებების შესახებ მეტი ინფორმაცია გვაქვს, თუ როდის რა გართულებას უნდა ველოდოთ და ჯამში ამ ყველაფერმა გამოიჩინა, რომ შედარებით შემცირდა და ასე თქვა ლეტალობა, ანუ სიკვდილობა ამ დაავადებით გამოწვეული. ჩვენ პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ გადავხედავთ თქვა ასასპექსიდან, მაქვს საშუალება, რომ მარტის თვიდან პაციენტებთან შეხება მაქვს და დღესაც ასე აქტიურად ჩართული ვარ, თუ გადავხედავთ ამ დაავადების მიმდინარეობას, კლინიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილება ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გითხრათ არ გამოსწია. დაახლოებით იგივე გართულებებია, დაავადების მსგავსი მიმდინარეობა, თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად რა თქმა უნდა მოიმატა მძიმე პაციენტების, ასე ვთქვათ, მძიმე პაციენტების რაოდენობაც რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ მაშინ თუ იყო თქვა ათეული პაციენტები და იყო ერთეული მძიმე პაციენტი,
ეხლა თქვა რა ეს 1000-მდე პაციენტი რაც ნიშნავს რომ უკვე ათეულობით ძიმე პაციენტები არიან რომელთაც უმრავლესობასაც თქვა ოქსიგენოთერაპია ჟანგბადის მიწოდება და სხვა ესეთი სერიოზული ჩარევები სჭირდება დიახ, ძალიან საინტერესო არის და აგრეთვე ლეტალობის თვალსაზრისით, სიკვდილიანობის თვალსაზრისით ალექსანდრე, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მზარდი არის, მოკლედ სამწუხაროდ აღნიშნული შემთხვევებით, დღევანდელი მდგომარეობითაც 24 შემთხვევა დაფიქსირდა სიკვდილიანობის, რაც საქართველოსთვის არც თუ ისე პატარა ციფრი არის, თუმცა ყოველთვის აღსანიშნავი არის ისიც, რომ ლეტალური გამოსავალი ძირითადად გება ისეთ პაციენტებში, სადაც არის თანხლები, რაიმე ქრონიკული დაავადებები, ძირითად შემთხვევაში და ძალიან საინტერესო არის ფაქტი, მაშინ როდესაც თქვენ ინფექციურ საავადმყოფოში მოღვაწეობთ და ძალიან ბევრი პაციენტი არის სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით მქონე, ქრონიკულად მიმდინარე პროცესების, მაგალითად იგივე ჰეპატიტები, შეიძლება იყოს მონონუკლეოზი, HIV ინფექცია და ასე შემდეგ. თუ არის რაიმე სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტები რამდენად მაღალი რისკის ქვეშ არიან ინფიცირების ან თუ დაფიქსირებულა საქართველოში მსგავსი ტიპის შემთხვევები და რამდენად ცვლის ეს მკურნალობის ტაქტიკას იქედან გამომდინარე რომ ჩვენ თუ საუბრობთ მაგალითად ღვიძლის გარკვეულ დაზიანებებზე აქვე ძალიან საფრთხილო არის ხოლმე ამ შემთხვევაში როგორც ჰორმონოთერაპიის გამოყენება ასევე ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება და რამდენად ცვლის ეს მკურნალობის ტაქტიკას და არის თუ არა საქართველოში აღნიშნული ესე ვთქვათ შემთხვევები კი ბატონო ძალიან ისეთი აქტუალური და საინტერესო შეკითხვაა და გვაქვს ჩვენ ესეთი შემთხვევები რა თქმა უნდა ყავს პაციენტები რომლებსაც აქვთ ფონურად სხვადასხვა ქრონიკული ინფექციური დაავადებები ეს იქნება HIV-ში იქნება ქრონიკული ჰეპატიტები ჰეპატიტეს რაც შეეხება რა თქმა უნდა განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც აქვს ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხი აქვს თქვა ეს პაციენტებთან მკურნალობის ტაქტიკა არის სიფრთხილით შესარჩევი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ასე დროს, როგორც სტეროიდების გამოყენება, ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებაც, ანტიკოაგულანტების, ანუ სისხლის შემცირებელ ფაქტორზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებაც უნდა მოხდეს სიფრთხილით, იმიტომ რომ ღვიძლის მაღალი დაზიანების მქონე პირებში არის რისკების სისხლდენის და სხვადასხვა გართულებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ესეთ პაციენტები გვყავს და მათი მართვა ხდება აი თავისი ძირითადი დაავადების, ასე ვთქვათ, შეფასების და ძირითადი დაავადების მართვასთან ერთად პარალელურად, რომ რა თქმა უნდა არ მოხდეს სხვადასხვა გართულებები. ასევე აი ინფექციაში შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ინფექცია მოგეხსენება განსაკუთრებით უკვე გვიან სტადიაზე, შიცის სტადიაზე, როდესაც ღრმა იმუნოდეფიციტი ვითარდება ადამიანებს და ეს პაციენტებთან მათ შორის სხვა ინფექციები და კორონავირუსული ინფექციაც ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს მძიმედ, იმიტომ რომ იმუნური სისტემა დასუსტებულია, ვთქვათ, და მაღალი რისკია რომ განვითარდეს დაავადების მძიმე ფორმა. თუმცა ეს უფრო ეხება ღრმა იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს. ჩვენ გვყავდა რამდენიმე აინფიცირებული, საკმაოდ ეხება ათეული აინფიცირებული, რომლებიც მდგომარეობა თავისი დაავადების კუთხით იყო სტაბილური და მათთან რო გითხრათ რომ დაავადება უფრო მძიმე წავიდა ვიდრე სხვა პოპულაციასთან ასე არ არის. ანუ აი ინფექციის პირველ-მეორე სტადიაში, როდესაც ისინი იმყოფებიან სპეციფიალურ ARV თერაპიაზე და არიან ასე ვთქვათ სტაბილურები დაავადება მსგავსი სიმძიმით მიდის როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებთან, ხოლო როდესაც ეს რა თქმა უნდა დეკომპენსირებული მდგომარეობაში სტადია ან არის დეკომპენსირებული ღვიძლის დაავადებები ან ბ-ზე ჰეპატიტი, მათთან დაავადების მიმდინარეობა ბევრად ძვირია და მათი მართვა სპეციფიკა, ასე ვთქვათ, მათი მართვის სპეციფიკა სხვადასხვაა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და არ შემიძლია არ კითხოთ, ესე ვთქვათ, რაიმე საიმედო თუ არის ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაც გარკვეული კლინიკური კვლევები, რომელმაც შესაძლებელია უფრო მეტი იმედი მოგცეს და განწყობა მეტად აგვიმაღლოს
და ფიქრობთ თუ არა უფრო მეტ მკაცრ შეზღუდვებზე დღესდღეობით ვიდრე არის საქართველოში დღეიდან პრინციპში 22 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათს გულისხმობ დიდ ქალაქებში უფრო სწორად შეზღუდვებს დიდ ქალაქებში დამაიმედებელი ინფორმაციას რაც შეეხება თქვათ არის სხვადასხვა ინფორმაციები რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით არის წინსვლები და შესაძლებელია თქვათ იმ წლის დასაწყისისთვის უკვე სოფლიოს კონდეს ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა რომელსაც გავლილი ექნება კვლევის ყველა ფაზა და რომლის გამოყენებაც მოსახლეობაში რაც ვთქვათ უკვე დაინერგება რაც მოგვცემს საშუალებას რომ აი აგრესიულად გავრცელებად რესპირაციული ინფექცია შევაჩეროთ და დავამარცხოთ საკმაოდ მოკლე ვადაში. ეს კარგი დამაიმედებელი ინფორმაციაა და იმედია რომ გაამართლებს და ჩვენ მართლა მთელ სოფლიოს ექნება ვაქცინა უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება შეზღუდვები მოგეხსენებათ მთელ სოფლიოში და ევროპაში ყველა ცდილობს რომ ნაკლები შეზღუდვით მოახერხოს აი ამ ასე ვთქვათ პანდემიის დამარცხება და სტაბილიზაცია, თუმცა ძალიან რთულია ნახოთ ეხლა არსებული შეზღუდვა რამდენად გამოიგებს შედეგს დაახლოებით ეს ალბათ ორ კვირაში უნდა აისახოს ჩვენი ახალი შემთხვევების რაოდენობაზე ღირებულ მაჩვენებელზე იმედია გაამართლებს თუ სარდით სტატისტიკა იქნა რა თქმა უნდა შესაძლებელია შეზღუდვების გამკაცრება გახდეს საჭირო იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან მესმის ეს ეკონომიკისთვის ძალიან რთულია და მე პირადად შეზღუდვების მომხრე არ ვარ მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ჰოსპიტალურ სექტორს წარმოვადგენ და ვხედავ თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის და ექიმებისთვის, ექნებისთვის, ნებისმიერ სამედიცინო პერსონალისთვის აი ამ გაზრდილი რაოდენობის მართვა ჩვენ რესურსი არ არის ამოუწურავი, ამიტომ იმედია რომ შეზღუდვები არ დაგჭირდება, თუმცა თუ ესეთი ტენდენცია მზის შენარჩუნდა და სხვა გზა არ დაგვრჩება უკვე. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე მე მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენი სატელეფონო ხაზზე ყავდა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი ბატონი ალექსანდრე გოგინავა რომელსაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გადაცემაში მონაწილეობისათვის ვინაიდან დღევანდელი ეპიდემიისიტუაციიდან გამომდინარე მან გამონახა როდესაც თუნდაც სატელეფონო ჩართვით გვესტუმრა ესე ვთქვათ გადაცემაში და მოგვაწოდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მე რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით უკვე ასევე სატელეფონო ჩართვით იმუნოლოგ ალერგოლოგ ბიძინა კოლუმბეგოვთან ერთად რომელიც ვაქცინაციაზე გვეტყვის ახალ ვაქცინის შექმნაზე ძალიან საიმედო და დადებითი ინფორმაციას ასე რომ დაგველოდეთ რამოდენიმე წუთში სარეკლამო ჭრისა და საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებით დროებით თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის ქირურგია მხოლოდ ფემტოლაზერით. მეტი სიზუსტე და მინიმალური რისკი. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა 17-17 სპონსორია კომპანია ტუმბო. ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპანია ტუმბო, წყლისა და ჰაერის სისტემები. თბილისი, ელიაშვილის 23 და ელიავას ბაზრობა, ბათუმი, პუშკინის 29, 3W.tumbo.g. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის ეთერში ტალღაზე FM 105.9 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და არა მხოლოდ სოფლიოში, არამედ საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც პანდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსი COVID-19 და ჩვენთან სატელეფონო ხაზზე სტუმრად გახლავთ იმუნოლოგ ალერგოლოგი ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელსაც მივესალმები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოგესალმებით ბიძინა.
მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე როგორც ეთერში ასევე ეთერს გარეთ რომ ძირითადი საიმედო ესე ვთქვათ რაღაც გარკვეულ ინფორმაციებს სწორედ თქვენი ესე ვთქვათ Facebook გვერდიდან ვიგებ ხოლმე ბიძინა რაც ძალიან საინტერესო არის და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვისაც კიდევ ერთხელ იმიტომ რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არის სწორი და მტკიცებულებებზე დამყარებული ესე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება იმისათვის რომ გარკვეული ესე ვთქვათ ინფორმაციული განათლების ამაღლება გქონდეთ მათ თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან არის თუ არა რაიმე სიახლე ახალი კორონავირუსის COVID-19-თან მიმართებაში და ასე შემდეგ და დღესაც დაახლოებით 1 საათის წინ გაქვთ გამოქვეყნებული ესე ვთქვათ ძალიან ისეთი პოზიტიური პოსტი შეიძლება ითქვას ვაქცინასთან დაკავშირებით რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ ესე ვთქვათ გარკვეულ კლინიკურ გამოცდას გადის და საკმაოდ კარგი შედეგებით არის დღესდღეობით მოწოდებული ესე ვთქვათ საზოგადოებისთვის. რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ გამოჩენილი ინტერესისთვის. მივესალმებით თქვენს მსმენელს. რა თქმა უნდა, ჩვენ სულ საუბრობთ პანდემიის აქტუალობაზე, მსოფლიოში როგორ ვითარდება ეს მოვლენები და აქვე ყოველთვის ვამბობთ და მთელი მსოფლიო ამას იმეორებს, რომ ვაქცინაცია შეიძლება გახდეს ის თამაშის წესების შემცვლელი, რამაც შეიძლება დაასრულოს და დიდი იმედი მაქვს ამის, ასე ვთქვათ, მომავალ წელს პანდემია მსოფლიოში და ჩვენ ამ თემაზე საერთოდ აღარ ვილაპარაკობთ ის განვიხილოთ, როგორც ჩვეულებრივი ვირუსული დაავადება. რა თქმა უნდა, ვაქცინის შექმნა არ არის მარტივი საქმე. ვაქცინები წლების განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ვიყენებთ და ჩვენი ბავშვები იციან და მოზრდილები, ათეულობით წლების განმავლობაში იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არსებობდა ეს სკეპსისი, რომ შეძლებდა კი კაცობრიობა აი ძალიან სწრაფ და მოკლე დროში, ასე ვთქვათ, ეფექტური და ამავე დროს უსაფრთხო ვაქცინის შექმნას. რა თქმა უნდა, ჩაერთო მთელი მსოფლიო ბიოსამედიცინო მეცნიერებები ახლა ამ ბრძოლაში შეიძლება და ბრძოლაში მარტივად ვთქვათ, ძალიან დიდი მატერიალური მხარდაჭერა არის გამოცხადებული მსოფლიო ხელისუფლებების და მთავრობების მიერ, პირველ რიგში ამერიკის მთავრობის მიერ რამოდენიმე მილიარდია დოლარიანი მხარდაჭერა და ყველაზე პერსპექტიულ ვაქცინებს აკვირდებიან და მატერიალურადაც ეხმარებიან, რომ რაიმე შეთანხმება არ ყოფილიყო კვლევების ასე ვთქვათ ფინანსებთან და ამასთან მიმართებაში, რომ დროში ეს ყველაფერი შემცირებულიყო. ერთ-ერთი ესეთი ვაქცინა რომელსაც მსოფლიოში სამეულში შემავალი ფარმაცევტული კომპანია, ესეთი ყველაზე ძლიერი ნოვატორი მსოფლიოში, ამერიკული კომპანია Pfizer-ი, გერმანული კომპანია BioNTech-თან ერთად, ესენი ორივე არიან ამ ვაქცინის შემქმნელები. ვაქცინების სხვადასხვა ვარიანტი არის. ზოგადად, ზოგი მკვდარი ვირუსია, ზოგი ინაქტივირებული ვირუსია, ზოგი ასე ვთქვათ პროტეინია. ეს არის ეგრეთ წოდებული მატრიცული RNA-ის ვაქცინა, ახალი ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, რომელსაც შეისწავლეს 30,000-ზე მეტი ადამიანი ეგრეთ წოდებულ მესამე ფაზის კვლევაში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იძლევა ვაქცინამ უსაფრთხოების ტესტი გაიარა თუ არა და ის დაიცავს თუ არა ადამიანებს. საერთოდ კვლევაში ესე ეწერა, თუ ეს ვაქცინა კვლევის დამთავრების ბოლოს 30,000 ადამიანიდან 50%-ით მაინც დაიცავდა კორონავირუსისგან 10 ადამიანებს. იქნებოდა ეს გამარჯვება და ვაქცინა დამზადდებოდა და გამოვიდოდა, ასე ვთქვათ, ის შუქს იხილავდა. ჩვენ დღევანდელი კვლევის წინასწარი შედეგებით, რომელიც კომპანია Pfizer-მა მსოფლიოს აცხობა და მსოფლიოს სიგრძის ყველა ლიდერი ამას გამოეხმაურა და ერთმანეთს უბოცავენ, Twitter-ის ქსელი აჭრელებულია, შეიძლება ასე ითქვას სოციალური, ეს ვაქცინა 90%-ით, არა თუ 50%, 90%-ით ეფექტური აღმოჩნდა. ეს რას ნიშნავს? 100 ათვლილი ადამიანიდან კორონავირუსი არ დაემართა 90 ადამიანს. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ვაქცინას გვერდითი მოვლენა ამ 30,000 ადამიანში არ გამოუვლენია სერიოზული. გარდა იმისა, რომ ნანემსარის ადგილას შეიძლება იყოს ინექციაზე ტკივილი და სიცოცხლე, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ბიოსამედიცინო მეცნიერების. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვალ ეს ვაქცინა არ გვექნება. მას უნდა მილიონობით და მილიარდობით დოზის დამზადება, შემდეგ ამას შესყიდვა, მერე ქვეყანაში ჩამოტანა და ტრანსპორტირება. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს აუცილებლად გვექნება და ყველა ადამიანი, ვინც ამას აფსირთულე ზოგადად ამ დაავადებისას კარგად იაზრებს, ვფიქრობ, რომ ამას წინააღმდეგობა არ მოყვება. კიდევ სხვა ვაქცინებიც არსებობს და ველოდებით მათ კვლევებსაც 10-მდე ვაქცინა უკვე დაწინაურებული სერიოზულად და ვნახოთ, მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი იქნება ზოგადად კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და
კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს რადიო მსმენელს. ძალიან საინტერესო არის, თუმცა თქვენ სტატუსშიც გქონდათ მოყვანილი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც ანტივაქცინური, ესე ვთქვათ, თეორიას ამტკიცებენ და მიმართავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ მსგავსი, ესე ვთქვათ, რაღაც შეხედულებები მოყვება მაინც ამ ვაქცინას, თუ ეს იქნება ნამდვილად ისეთი პოზიტიური ყველა ადამიანისათვის და მისაღები, რაც მნიშვნელოვანია. რასაკვირველია მოყვება, რასაკვირველია ადამიანები ასეთ ანტივაქსერული მოძრაობები საბედნიეროდ არ არიან დომინანტური ჯგუფები მსოფლიოში, თუმცა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ჩვენ საზოგადოებას არ ეხება. ნებისმიერი აქტივობა ვაქცინასთან ეს ჩვენ უკვე ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ჯგუფებიც უპირისპირდებიან და წამყვანი და დომინანტური რელიგიური ჯგუფები, ამიტომ ბევრი მუშაობა დაპირდება, მეცნიერება და მედიცინა სწორედ ამას ეფუძნება, რომ ჩვენ ბევრი სწორი და კარგი და პოზიტიური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ადამიანებს, ეს საერთზე ნათქვამი სიტყვები არ არის, შესაძლო პრობლემებიც უთხრათ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, აბსოლუტურად გვერდითი მოვლენები. ყველა წამალს აქვს და ვაქცინასაც აქვს, რასაკვირველია, ეს მილიონ დოზებზე გადაიჭრება ძირითადად. ამიტომ აი ესეთი ღია ინფორმაციის შემთხვევაში, რასაკვირველია, ადამიანები ეს არ იქნება დაძალებითი ვაქცინა, სოფლის არც ერთ ქვეყანაში და არც საქართველოში, მხოლოდ ნებაყოფლობით. ვინც შეგნებულად ამას გადაწყვეტს, მას ექნება შესაძლებლობა, რომ მისმა ოჯახის არც ერთმა წევრმა კორონავირუსთან მიმართებაში მომავალ წელს იმედს ვიტოვებ, ესე იქნება, რომ არ ინერვიულოს. ვაქცინა ეხლა რამდენი ხანი იმუშავებს, ეს საკითხიც მნიშვნელოვანია. ეს ჯერჯერობით მეცნიერულად ცოტა დრო არის ამ ვაქცინების კვლევის პროცესიდან დაწყებული, არ დასტურდება, მაგრამ მინიმუმ გრიპის ვაქცინის მსგავსი ალბათ მაინც იქნება, ანუ ერთ სეზონზე მაინც დაგვიწყს. თუმცა ვნახოთ, თუ კარგი და მყარი იმუნიტეტი დატოვა, ეს ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებია, შეიძლება ხანგრძლივი იმუნიტეტიც იყოს, ამის თქმა ჯერ უბრალოდ ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ ეხლა მე და არავითარი მეცნიერული მიცემულება ამის ჯერჯერობით არ არის. და არ შემიძლია ბოლოს არ კითხო, დანიაში ესე ვთქვათ პროცესებზე დღესდღეობით წაულასთან მიმართებაში, ანუ ეგრეთ წოდებულ ესე ვთქვათ ნორკასთან მიმართებაში, სადაც გარკვეული მუტირება შეინიშნება ვირუსის და დღესდღეობით ზოგიერთი ექსპერტი, სპეციალისტი საუბრობს ესე ვთქვათ ახალი პანდემიის მოლოდინებზე და იყო საუბარი იმაზეც, რომ თუ ეს მუტირებული ვირუსი გავცერდება, ამ შემთხვევაში ის ვაქცინები, რომლებიც დღესდღეობით კლინიკურ კვლევებს გადიან და თუნდაც აქვთ მათ რაღაც გარკვეული დადებითი ზეგავლენა, დადებითი ეფექტები ნახული, შემდგომში შეიძლება საეჭვო გახდეს, ესე ვთქვათ, მათი გამოყენებაც აი ამ მუტირებულ ვირუსთან დაკავშირებით. რამდენად არის რისკები იმისა და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აი ამ წაულას ფერმები, ესე ვთქვათ, გაანადგურეს ფაქტიურად, რამდენად არის რისკები იმისა, რომ აი ამ ახალ ტალღას მუტირებულ ვირუსისას ველოდოთ ჩვენ? რასაკვირველია, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ვირუსის მუტაციაზე და ხედავთ ამ ბოლო 11 თვის განმავლობაში, რაც რეალურად არის მსოფლიო იცნობს ამ ახალ SARS-CoV-2 ვირუსს, სერიოზული მუტაცია თუ რამოდენიმეც არ ჩავთვლით, არსებითი ასე ვთქვათ გავლენა რაღაც მუტაციური ცვლილება არ განუცდია ჯერჯერობით. ეხლა რატო არის მუტაცია? ალბათ ადამიანებს აინტერესებს, ბუნებრივია ხო, ყველა სამედიცინო განათლება არ აქვს. მუტაცია არის ორი სერიოზული პრობლემის შემცველი. ერთი, ვაქცინა უკვე ხელთარსებული, თუ შეიცვალა, მან შინაარსობრივი მხარე უკვე გრჩება და მისი მოდიფიცირება უნდა გააკეთო, მინიმუმ მისი მოდიფიცირება უნდა გააკეთო და მეორე სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც უეფექტო გახდება მუტირებული შტამის შემთხვევაში. რასაკვირველია, ხა გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი, როდესაც თითქმის ყოველ წელს ახალი შტამია დომინირებული, რომელიც მუტაცია ძალიან სწრაფად განიცდის, ეს გრიპის ნეირამინიდაზა და ჰემაგლუტინინი, ორი ანტიგენი და ამას ბუნებრივია ერგება ბიოსამედიცინო მეცნიერება, გრიპის ახალი ასე ვთქვათ ვაქცინები მზადდება ყოველწლიურად და ჩვენ იმას ველოდებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეხა ამ ნუტრიადან თუ წაულადან გადასული შტამი დომინირებული არ არის. კონტროლი დროზე იქნა აღმოჩენილი დანიაში, ბევრმა ქვეყანამ ეს როგორც აღნიშნეთ, მაშა გაანადგურა საკარანტინო სიმსი და თქვა დანიიდან რომ მისი ექსპორტირება არ მოხდეს, ბევრი ქვეყანა დანიის ყველა მოქალაქეს ორკვირიან კარანტინში ათავსეს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით ნამდვილად მას რაღაც ესეთი ფეხგაგმულ მუტაციად არ განიხილავენ, თუმცა საყურადღებოა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, როგორც ასე ვთქვათ ინფორმაციულად ვეცნობი, მუდმივად საქმის კურსში არიან და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა თუ გაჩნდა, ვაქცინა მთავარი აი პრინციპი მიგნებულია და მისი
მუტაციური ცვალებადობით შემდგომ თქვა ახალი დამზადება ეს უკვე პრობლემა თვითონ მეცნიერებისთვის არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვაქცინის სიხარულს ეს ვერ გაგვინელებს ვერავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მაინც საიმედო პოზიტიური ინფორმაციით მინდა დავასრულო დღევანდელი გადაცემა და როგორც აღნიშნე, მომავალ წლის დასაწყისშიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე უნდა ველოდოთ იმ ვაქცინას, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, რაც ძალიან საიმედო და სიკეთის მომტანი არის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. და მე ველოდები თქვენგან, ესე ვთქვათ, ახალ ინფორმაციებს ამის შესახებ. ერთ-ერთი წყარო ხართ, ვისგანაც ვგებულობ ხოლმე ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და დღეს სატელეფონო ჩართვით იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, საკითხები მივაწოდეთ ჩვენ მსმენელს. ბედნიერ საღამოს და წარმატებულ კვირას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქვე კიდევ ორივე სტუმარს, რომელმაც გამონახა დრო და სატელეფონო ჩართვით ჩაგვერთო დღეს ჩვენს გადაცემაში. ესენი გახლდათ ინფექციონისტი ბატონი ალექსანდრე გოგინავა და ალერგოლოგი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომლებმაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს და განსაკუთრებით ბოლო ინფორმაცია, რომელიც ბიძინა კულუმბეგოვმა მოგვაწოდა, ეს გახლავთ ვაქცინა, რომელიც 90%-ით, ესე ვთქვათ, დადებით ეფექტებს აჩვენებს ადამიანებში ინფიცირების საწინააღმდეგოს და როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ აღნიშნულ ვაქცინას და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ზოგადად სოფლიო ჯანდაცვის სისტემა ვაქცინის გამოსვლამდე მოახერხებს და შეინარჩუნებს იმ დადებით დინამიკას დაავადებულ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც დღესდღეობით არსებობს სოფლიოში. მე ამ ინფორმაციით დაგემშვიდობებით გისურვებთ ბედნიერ საღამოს, წარმატებულ კვირას და მომავალ ორშაბათს ჩვენ ისევ შევხვდებით უცვლელ დროს 17 საათსა და 17 წუთზე უცვლელ ტალღაზე FM 105 და 9 ჩვენ რადიო იმედის ეთერში ნახვამდის. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის ქირურგია მხოლოდ ფემტოლაზერით. მეტი სიზუსტე და მინიმალური რისკი. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა 17-17 სპონსორია კომპანია ტუმბო. ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპანია ტუმბო, წყლისა და ჰაერის სისტემები. თბილისი, ბელიაშვილის 23 და ელიავას ბაზრობა. ბათუმი, პუშკინის 29, 3W tumbo.gr